6 მაისს გიორგობასთან ერთად ხონი ხონელობასაც აღნიშნავს. სახალხო დღესასწაული მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ლოცვით დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ კი ხონის ქუჩებში ლიტანიობა გაიმართა. ძალიან დიდი დღეა. გიორგობა, წმინდა გიორგი ჩვენთვის არ არის მარტო წმინდანი, გაცილებით უფრო მეტია ჩვენთვის ქართველთათვის, ხონელებისათვის. ბევრი სასიკეთო რამ და ჩვენი მდიდარი ისტორია სწორედ წმინდა გიორგის ტაძართან არის დაკავშირებული და საუკუნეებია მაისის გიორგობა, დღევანდელი დღე და ხონელობა ერთმანეთს ემთხვევა და ეს მდიდარი ტრადიცია ჩამოყალიბდა საუკუნეების მანძილზე. არის სანახაობები, ჩატარდა ლიტანია, ჯერ ვიყავით ეკლესიაში, აქ უკვე მოსახლეობა ჩვენ თანამოქალაქეები იკრიბებიან, ერთმანეთს ხვდებიან, ულოცავენ როგორც გიორგობას, ისე ხონელობას, ძალიან სასიამოვნო განწყობილება არის და ჩვენც ყველა თქვენთან ერთად ჩვენც უერთდებით ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს არის უდიდესი დღესასწაული და ასევე დაემთხვა ხონელობას, ესეც ყველა ხონელისათვის ბრწყინვალე დღე არის. მიულოცავ ყველა ხონელს, მიულოცავ მთელ საქართველოს გიორგობას. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ღონისძიებები მიმდინარეობდა. მოეწყო გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით ბულვარში კონცერტი გაიმართა. ხონელობასთან დაკავშირებით თითოეული სოფელი ეთნოგრაფიული კუთხითა და ტრადიციული სამზარეულოთი იყო წარმოდგენილი. მოადგინებთ ხონელებს და სტუმრებს, ხონის სტუმრებს ჩვენი რძის პროდუქტები. ეს არის ყველი, იმერული, არის სულგუნი შებოლილი და სხვა ნადუღი, ასევე სხვადასხვა მაწონი და სხვადასხვა რძის პროდუქტები გვაქვს წარმოდგენილი. ფიქში გიულოცავ ყველა გიორგის და მთელს ხოს და საქართველოს დღევანდელ დღესასწაულს გიორგობას. ამ წუთში აქ წარმოდგენილია ხონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები კერამიკაში, თექასა და ფერწერაში. საზეიმო აქტივობებს მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დღეს გიორგობის წვრილ დღესასწაულია, ულოცავს სრულიად საქართველოს, იმერეთს, ქალაქ ხონს გიორგობის წვრილ დღესასწაულს, ამავე დროს ხონის სახალხო დღესასწაულს უკვე რომელიც რამოდენიმე წელია მართლა წარმატებულად ხორციელდება ხონში. მართლაც დღეს არის სახალხო დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობას იღებს პრეყოს და ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. აქტიურად არიან ჩართული ქალაქ ხონში არსებული შემოქმედებითი კოლექტივები, ყველა სოფელი, ყველა თემი, რომელსაც წარმოდგენილი აქვს თავისი ხალხური თვითშემოქმედება, კულინარია და მართლაც უდიდესი საზეიმო განწყობა დღეს იგრძნობა ქალაქ ხონში. დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო, დღეს გიორგობის წმინდა დღესასწაულია. ყველა ქართველს, ჩვენ ხონის მოსახლეობას მინდა სრულიად მოულოცო. ასევე ის ტრადიცია, რაც გვაქვს ხონელობის დღესასწაული, ყველა ხონელის ოჯახს, ყველა ჩვენ მაცხოვრებელ ადამიანს მინდა განწყობა და ნორმალური ცხოვრება უსურო. საერთოდ ხონი პატარა ევროპული ქალაქი გახლავთ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს დღესასწაულია დღეს. და კიდევ ეს დღესასწაული ემთხვევა გაზაფხულის დღესასწაულს. და როგორც დღეს არის ხონი გახარებული, აი ასე ყოველ დღე ყოფილიყოს ჩვენი ხონი გახარებული. დღესვე დღესასწაულთან დაკავშირებით ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საპატიო ხონელები დაასახელა და მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა. დიდი ბედნიერება მეწვია. მრავალი ჯილდო მიმიღია ამ ქვეყნად. თითქმის 8 ათეული წელია ვარ ამ ქვეყნად. მრავალი წოდებები, მაგრამ საპატიო ხონელობა ჩემთვის არის მეორე დაბადება ხონში. ეხლა ჩემი სიჭაბუკე, ჩემი ბავშვობა აქ გაიარა. ეს სემინარია დავამთავრე, სპექტაკლებს გამდიახ თეატრში. მიხარია რომ ასე დამაფასა ჩემმა მშობლიურმა ხალხმა, რომ ეს ძვირფასი უკვე ყველა დავამთავრე, ყველა წოდება, ყველა ჯილდო დააგვირგვინა ამ წოდებამ. პირადად ჩემი ცხოვრებაში ძალიან უძვირფასესი დღეა, რომ დღეს შენ გახდე საპატიო ხონელი. ეს არის ძალიან დიდი პატივისცემა გამოხდითეული ხონელის მიერ გამოხატული და მე მიმაჩნია ხორში ძალიან ბევრი ხალხი
ბევრი ადამიანი იმსახურებს ასეთ ჯილდოს, მაგრამ აი შენ რომ მოგცემენ ხმას და გამოგარჩევენ, ეს კიდე უფრო მეტ რაღაც სიამაყეს გმატებს. მე ყველა ხონელს მინდა მადლობა უთხრა. თითქმის ყველა გიორგობა ჩამოვდივარ ხონში, როცა საშუალებაა დავუშვათ თუ არა მაქვს სპექტაკლი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზეიმი ჩემთვის, იმიტომ რომ მე ხონში დავიბადე, სკოლა აქ დავამთავრე და ჩემი სული გული ყოველთვის აქ არის. ეს არის საოცრება. მე ბედნიერება ის არის, რომ მართლა ვინც ღირსეულია და ვინც იმსახურებს ამას, საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებენ და მე ვარ ბედნიერი დღეს ისეთ ხალხს მიანიჭე საპატიო ხონელის წოდება, რომ მიამაყება, რომ მე იმათი მეგობარი და იმათი ახლობელი ვარ. დღესვე ნანა მჭედლიძისა და ივანე შარაშიძის საფლავები გვირგვინეთში ამკეს. გიორგობასთან ერთად ჩვენ ზეიმობთ ხონელობას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ წლევანდელი გიორგობა მოკრძალებული იქნება ბევრად გაცილებით, იმდენად რამდენადაც რომ ჩვენი სასიკადულო მამულიშვილის ქალბატონი ნანა მჭედლიძის გარდაცვალებიდან 40 დღე ემთხვევა დღევანდელ დღეს და ამდენად მიმაჩნია, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. გიორგობის აღნიშვნას ხონში დიდი ხნის ტრადიცია აქვს. გადმოცემით წმინდა გიორგის მარჯვენა მკლავი სწორედ ხონშია დაკრძალული, მარცხენა კი აფხაზეთში, ილორში. რაც შეეხება ხონელობის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნას, მას საფუძველი 90-იან წლებში ჩაეყარა. დღესასწაული ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.